კიევი პანიკაშია. ტრამპის გუნდი უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოსკოვთან და კიევთან დისკუსიებს უკვე აწარმოებს. სამშვიდობო გეგმას ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას წარუდგენს. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ არმია ახლა ვერ შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები გამართოს. თუმცა ამავე დროს ის დასავლელ პარტნიორებს დაგვიანებული და არასაკმარისი სამხედრო დახმარების გაწევის გამო აკრიტიკებს. უკრაინაში ომით გამოწვეული იარაღზე მოთხოვნის გაზრდის გამო ამერიკული კომპანიები ახლა კონტრაქტებს ყველაზე მაღალ ფასად 50 წლის განმავლობაში პირველად აფორმებენ. ამერიკელებმა მხოლოდ ლიცენზიებით მილიარდები გამოიმუშავეს. ამერიკა და ევროპა არა მხოლოდ დაზვერვის მონაცემებით, არამედ უშუალოდ სამხედროებისგან იღებენ შეფასებებს, როგორ და რამდენად ეფექტიანად მუშაობს მათი იარაღი. უკრაინას ახლა არ შეუძლია სამხედრო გზით ყველა ტერიტორია დაიბრუნოს. ჩვენ ადეკვატურები ვართ და ვერ დავკარგავთ მილიონობით ადამიანს იმ შედეგისთვის, რომელსაც შესაძლოა ვერც კი მივაღწიოთ. ძალიან კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს უკრაინასთან და რუსეთთან. ვიმედოვნებ, რომ ვითარება მალე კარდინალურად შეიცვლება.